ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ ბიზნესის რეკეტის გახშირებულ ფაქტებს საქართველოში. ივანიშვილის რეჟიმი ხშირად იწონებს თავს, რომ ბიზნესის რეკეტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არის უფრო და უფრო მეტი კონკრეტული ფაქტები, მისი დამადასტურებელი, რომ ბიზნესის რეკეტი გრძელდება და ბრჭყალებში წარმატებულად გრძელდება, წარმატებული ტემპებით გრძელდება ამ ხელისუფლების პირობებში. თავისუფალი საქართველო იწყებს ყოველთვიური მოხსენებების გამოქვეყნებას, არის თუ არა ბიზნესის თავისუფლება საქართველოში და დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ამ მოხსენების პირველი საქმე, ეს არის i+-ისა და i-Technics-ის საქმიანობა, კონკურენციასთან დაკავშირებული кейსი. თქვენ იცით, რომ Apple, ანუ iPhone-ები, რაც იყიდება, iPad-ები და ეს პროდუქცია, Apple-ის წარმოების პროდუქცია საქართველოში ყიდის ორი კომპანია, ეს არის i+-ი და i-Technics. არც ერთ მათგანს არ აქვს არანაირი ექსკლუზიური უფლებები, ორივე არის ბაზარზე ფორმალურად თანასწორი სუბიექტი. კომპანია i+-ი, რომელსაც არ აქვს არანაირი მფარველი, არიან ჩვეულებრივი თბილისელი ახალგაზრდა ბიჭები, დაყადაღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1.5 მილიონ ლარით. ყადაღა დაედო მის ქონებას და ანგარიშებს 1.5 მილიონ ლარით და ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ქართული მართლმსაჯულების და შეიძლება ითქვას მსოფლიო სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში 1.5 მილიონიანი ყადაღის საფუძველი, რომელიც მოითხოვა მისმა კონკურენტმა კომპანიამ i-Technics-მა გახდა ის, რომ Facebook-ზე დაგვარეპორტაო და დისლაიკი მოგცაო ჩვენმა კონკურენტმა კომპანიამ. მე ეს მართალი რო გითხრათ, მეგონა ხუმრობა თავიდან არ დაუჯერე i+-ის წარმომადგენლებს, ვიდრე მათ არ მომიტანეს ორიგინალი სასამართლო განჩინებისა, სადაც წერია, რომ მართლაც i-Technics-ი მათი კონკურენტი კომპანია ამბობს, რომ Facebook-ზე რეპორტი მოგცაო. მე აქამდე მეგონა, რომ ეს მარტო თინეიჯერი გოგობიჭების, ესე იგი, უკმაყოფილების საგანი შეიძლება გამხდარიყო, რომ იმან დამბლოკა, ამან დამარეპორტა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ჩათვალა, როგორც მეორე კომპანიისთვის მიყენებული 1.5 მილიონიანი ზარალი. შემდეგ თუ შეიძლება რა თქმა უნდა, საინტერესო არის ასეთ ზარალს, როდესაც აყენებენ i+, ვინ არის კონკურენციის მეორე მხარეს, ვინ არის ამ შემთხვევაში რეკეტიური კომპანია i-Technics-ი, რომელსაც სურს თლიანად ხელში ჩაიგდოს ბიზნესი Apple-ის პროდუქციის მონოპოლიური გაყიდვა საქართველოში. ეს არის კომპანია i-Technics-ი, რომელსაც შეგიძლიათ გადაამოწროთ ბიზნეს რეესში, ყავს ორი მესაკუთრე, ეს არის მურთას ცერცვაძე და ბექა მიქუჭაძე, რომლებიც ორივე არიან ერთი მამა და მეორე ცოლის ძმა ვალერი ცერცვაძე. ვალერი ცერცვაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სწორედ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ეხლა ამ წუთებში განიხილავს, ამ წუთებში როგორ ამ დღეებში განიხილავს i+-ის და i-Technics-ის დავას. აი ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისი, თუ როგორ ხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ბიზნესის რეკეტი. ყველა ბიზნესი საქართველოში ხომ არ თონე და საცხობი, მაგრამ მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ბრუნვა ვისაც აქვს, ყველა ბიზნესს ყავს მფარველების სამი იერარქიული საფეხური. პირველი უშუალო მფარველი სახელმწიფო ჩინოვნიკი, მეორე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც ასე ვთქვათ განაგებს გარკვეულ ეპარქიას აი ამ ბიზნეს კონგლომერატში, მაგრამ ყველა ამ ბიზნეს კონგლომერატის თავში დგას უკვე ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაშიც კომპანია i-Technics-ის მფლობელი არის ვალერი ცერცვაძე, ის წარმოადგენს მურუსიძის კლანს საქართველოს ხელისუფლებაში, ხოლო მურუსიძის უშუალო მფარველს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. კიდევ რაც გვინდა ამ საქმესთან დაკავშირებით ვთქვათ, ჩვენ ვისაც მივმართავთ. ჩვენ მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, უნდა განიხილოს ამ 1.5 მილიონიანი ყადაღის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ანუ ვალერი ცერცვაძემ უნდა განიხილოს მისი ოჯახის მიერ, მისი ოჯახის კომპანიის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივარი ამ კომპანიის კონკურენტის მიერ. აქედან გამომდინარე, კანონი ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში იცნობს აცილების ინსტიტუტს. კომპანია i+-ის დამფუძნებლებმა მიმართეს უკვე უზენაეს სასამართლოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო მთლიანად იქნეს აცილებული და საქმე გადასახელულად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, როგორც ამას ითვალისწინებს საპროცესო კოდექსი. ჩვენ მიმართავთ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რომელიც შემჩნეული არის მურუსიძესთან, ასე ვთქვათ, საკმაოდ არაოფიციალურ და არაკანონიერ ურთიერთობებში ბოლო თვეების მანძილზე და ვაფრთხილებთ მას. ეს იქნება ბოლო წვეთი. თუ უზენაესის სასამართლო არ ააცილებს ამ საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ჭაობზე ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძესთან ერთად და ჩვენ დავიწყებთ გვენეტაძეს წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე ტიპის აქციებს, როგორც თავის დროზე ეწყობოდა კუბლაშვილის სასამართლოს წინააღმდეგ.
და ამავდროულად ჩვენ მივმართავთ საქართველოს პროკურატურას და მოვითხოვთ ამ დანაშაულებრივი სქემის გამოძიებას. სისხლის სამართლის კოდექსში არის 332 მუხლი, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. როგორც წესი, ამ მუხლით საქართველოში ისჯებიან მხოლოდ სოფლის რწმუნებულები ან დიდი რაიონის გამგებლის მოადგილეები, მაგრამ რეალურად ის ჩინოვნიკები, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არასდროს პასუხისმგებაში არ მიცემულან. კონკრეტული საქმე არის, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი, რომ Facebook-ზე გაკეთებული კლიკის, რეპორტის, ესეც თუ იყო ჯერ მტკიცების საგანი არის, მაგრამ შეფასებული იქნა კონკურენტი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ როგორც 1,5 მილიონი ლარი. ეს არის წმინდა წყლის კრიმინალი და ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისაგან ვალერი ცერცვაძის და მისი ბანდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას და ამ დანაშაულებების ციხეში ჩასმას. და ბოლოს მე მინდა თვითონ iTechnics-ის დამფუძნებლებიც მივმართოთ და გავაფრთხილოთ, რომ შეიძლება მათ მხარეს დგას დღეს ივანიშვილის რეჟიმის მთელი დანაშაულებრივი სტრუქტურა, მაგრამ ჩვენ მოუწოდებთ ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენ დავუდგეთ ყველა თავისუფალ ბიზნეს კომპანიას გვერდით. ამიტომ ვაძლევთ 10 დღიან ვადას კომპანია iTechnics, რომ გამოიტანოს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ვაძლევთ 10 დღიან ვადას ცერცვაძის ბანდას, რომ აუნაზღაუროს ნებაყოფლობით ზარალი, რომელიც მან მიაყენა კომპანია iPlus ამ ყადაღის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე iTechnics-ის მაღაზიებთან დავიწყებთ ბოიკოტის აქციას და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ, რომ მურუსიძის და ცერცვაძის კონტროლ ქვეშ მყოფი რეკეტიური კომპანიისაგან არ შეისყიდოს არანაირი პროდუქცია. ვაძლევთ 10 დღიან ვადას ამისთვის აი ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. ეს არის ერთი კონკრეტული კომპანია iPlus-ი iTechnics-ის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მოუწოდებთ ყველა სხვა დაზარალებულ კომპანიას და ძალიან ბევრი საქმე არის ცნობილი, როგორ ატერორებდა ჯანყარაშვილი, უგულავას კუთვნილ, თემურ უგულავას კუთვნილ კაზინო აჭარას, ცნობილი არის მამაცაშვილის მონაწილეობა სხვადასხვა ბიზნესებში, ცნობილი არის ყველაზე მსხვილი ქართველი ინვესტორის იაკობაშვილის ობიექტი ყველანი ერთ დღეს სხვადასხვა დარგში, როგორ დალუქა ფინანსურმა პოლიციამ. ბევრი საქმე არის, რომელიც ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ პრაქტიკაში ხდება. ჩვენ მოუწოდებთ ყველა ბიზნეს კომპანიას დაგვიკავშირდეს პარტია თავისუფალ საქართველოს, მოგვეწოდეს ეს ინფორმაცია, რომელიც იქნება შესწავლილი კვალიფიციურად, ნათარგმნი მიწოდებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, პრესისთვის და ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ სწორედ ამ გზით შევაკავოთ ივანიშვილის მტაცებლური საცეცები, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქართული ბიზნესის ხელში ჩაგდებას.